ეს ვიდეო მასალა ლუკაშენკოს სისხლიანი რეჟიმის მიერ ბელორუსში მომიტინგეების ცემასა და წამებას ასახავს. სქემა ასე მუშაობს. დიქტატორის ომონი ჯერ ქუჩაში მყოფ მომიტინგეებს იტაცებს. დაკავების შემდეგ მანქანაში შეათრევს. რის შემდეგაც ფიზიკური ანგარიშწორება იწყება. Короче, все лежим, правильно? ვიდეო მასალით გინდება, რომ ბელორუსის ომონს დავალება აქვს მიღებული მომიტინგეებს დაზიანებები ისეთ ადგილას მიაყენოს, რომ ტრამვები დიდი ხნის განმავლობაში ხილული იყოს. შაბათის ეთერმა ბიძინა ივანიშვილის მიერ ქართველი ხალხის წინააღმდეგ მოწყობილი სისხლიანი ნოემბრის დღეებში ოლიგარქის სპეცრაზმის მოქმედების ტაქტიკა და ბელორუსული ომონის მიერ მინსკის 2020 წლის აქციების დარბევის მეთოდები ერთმანეთს შეადარა. ყველაფერი ერთ-ერთში ემთხვევა. ეს ფოტო 2020 წელს ბელორუსშია გადაღებული. ეს კი 2024 წელს საქართველოში. წამების მეთოდები, აქციის მონაწილეებისთვის მიყენებული დაზიანებები, განსაკუთრებული სისასტიკე და სისხლის სამართლის საქმეების გაყალბების გზები ერთმანეთის იდენტურია. ერთ-ერთი აზრი რაც მქონდა გონებაში ის იყო, რომ ეხა შეიძლება მომკლან. იმიტომ რომ შემოხეული სახესისხლიანი თავში მირტყავენ, გონებას დავკარგე ერთხელ და ნუ რამაც გამომაფხიზდა ის იყო, რომ გონებას ტროტუარზე მიგდებულს წელს მირტყავდნენ სახეში გონება წასულ ადამიანს. ჩვენ ვესაუბრეთ სასტიკად ნაცემ მომიტინგეებს. მათი გამოკითხვით ვადგენთ, რომ ბელორუსშიც და საქართველოშიც ომონელების მიზანი სახის არეში რაც შეიძლება მეტი დაზიანების მიყენება იყო. ეს შემთხვევითობა არ არის. ეს მინსკშიც და თბილისშიც დასჯის საჩვენებელი მეთოდია. მუხლი მირტყეს ისე, რომ თავი დამიფიქსირებს, რომ თავი გვერდზე არ წამსულოდა, ხვდები? რომ მთელი ეს ძალა მუხლის ანუ მეგრძნო რა და ისეთი დამარტყა, რომ აი მაგ დროს მეთქი ვაიმე მეთქი თვალი თქო რა მე მეგონა თვალი თავკარგე ისე მომხვდა რა. ეს ფოტო საქართველოში წამებისთვის განკუთვნილ ავტომობილშია გადაღებული. თეთრ კარზე კარგად ჩანს სისხლის არაერთი კვალი. ბელორუსში ადამიანების წამების შესახებ მომზადებულ დასკვნებში წერია, რომ სპეცრაზმელები დაკავებულებს აგინებდნენ, სცემდნენ და არ მალავდნენ, რომ მათი მიზანი ამ ადამიანების დემორალიზება იყო. Акциაზე უკან დაბრუნების სურვილი რომ აღარასდროს გასჩენოდათ. У меня такое ощущение сложилось, что каждый из этих людей пытался показать друг другу, что он еще жестче обходится с нами. И из-за этого его должны свои коллеги уважать еще больше. Павел Дорожка, ბელორუსი დიქტატორის წინააღმდეგ ბრძოლის გამო ჯერ სპეცრაზმის დუბინკების კორიდორში, შედეგად კი საავადმყოფოში მძიმე დაზიანებებით მოხვდა. Как будто бы ты не то чтобы не человек, как будто бы ты даже и не животное. Тучია ეს უგახეული მქონდა ეხა კიდე კაი მდგომარეობაში. გიორგი ჩუტკერაშვილსაც არ ქონია განცდა რომ ადამიანი იყო. მასაც ურტყამდნენ, ამცირებდნენ, ემუქრებოდნენ, იარაღს უმიზნებდნენ, ნაწამებს, ფოტოებს უღებდნენ და ისევ დასცინოდნენ. ამ ტვინს გაგასხმევინე ხოლმე მეუბნება და ესე იარაღს მოვკიდე ხელი და მოვაქ ჩემსკენ იგი და 2-3 ვატყობდი უკვე რომ დაიღალა რტმისგან, ჩავიდნენ და ამოვიდა კიდე სხვა ორი რა. ანუ ეცვლებოდნენ ერთმანეთს, გესმით? თან კიდე რა იყო, იცით, ეს კარებები რო ღია იყო, გარედან მაყურებლები ყავდა ჩვენ, თვითონ სპეცრაზმელები. ზოგი დამცინოდა, ზოგი რაღაც აბუჩად მიგდებდა, ზოგი მეუბნებოდა, რომ სო რა შენ უკვე სო ქათა მიხარო და რაღაც შეძახილები. მიზანი ქონდათ ადამიანის გატეხვის, შემდეგ ეს ჩემი სახე და ეს ჩემი მდგომარეობა რო გამოვიდოდა გარეთ, სხვას გატეხავდნენ ამით, გესმის? გიორგი დაკავებისას ცემეს. ოქმში კი ჩაწერეს, რომ ის უკვე ნაცემი იყო, როდესაც ხელბორკილებს ადებდნენ.
ესეც ლუკაშენკოს მეთოდია. დაკავების დროს არა მიტინგიდან აყვანის მომენტს აფორმებენ, არამედ ცემის შემდეგ პოლიციის მიერ სპეცრაზმელებისთვის პატიმრის გადაცემის პერიოდს. სახელმწიფოში, როცა ესეთი გადაცდომა არის, უნდა მოკითხონ და გამოიძიონ ეს საქმე და ის პირები უნდა დაისაჯონ სამაგალითოდ, რომ მეორე მეგეთ რაღაც აღარ გააკეთებს, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს, ჩვენ ქვეყანა არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს ერთგვარი მმართველობა, რომელიც ატრიალებს ყველაფერს. შაბათის გუნდმა შეისწავლა ათობით ვიდეო, რომელიც მინსკსა და თბილისში პროტესტის მონაწილეების მიმართ განხორციელებული წარმოუდგენელი ძალადობის ფაქტებს ასახავს. ორივე ქვეყნის სტატისტიკის მიხედვით ხარებას რაზმები ბევრად უფრო დაუნდობლები არიან, ვიდრე რუსულ-ბელორუსიული ომანის წევრები. რადგან მინსკში ოლიგარქიასთან მებრძოლი 6000 დაკავებულიდან სასტიკად ნაცემი მხოლოდ 450-ია. საქართველოში კი 400-ზე მეტი დაკავებულიდან ყველაზე სასტიკი მეთოდებით 300-ზე მეტ მომიტინგეს გაუსწორდნენ. ჩვენი ორგანიზაცია 2000 წლიდან მუშაობს წამების ხრობთა რეაბილიტაციაზე, მათ შორის პროტესტის დროს დარბეულ ადამიანებთან და ასეთი რამე ჩვენ არასოდეს 21 საუკუნეში არ გადამწყარვართ საქართველოში, რაც დღეს ხდება. ეს არის აბსოლუტურად უპრეცედენტო. მართლა 9 აპრილი, ეს არ 7 ნოემბერი, არც 26 მაისი არ არის. უბრალოდ რუსის როდიონოვის ნაცვლად, რა გვია, ხარება არის, ხო, ხელმძღვანელი. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი მუშაობდა და სწავლობდა როგორც ლუკაშენკოს რეჟიმის ბრძანებით ნაწამები ხალხის საქმეებზე, ასევე ივანიშვილის სისხლიანი ნოემბრის დროს დაზარალებულთა кейსებზეც. ლელა ცისკარიშვილი ექსპერტების დასკვნების საფუძველზე ამბობს, რომ ხარება სპეცრაზმი რუსი ან ბელარუსი ინსტრუქტორების მიერ არიან გადამზადებული. მოვიწვიეთ საერთაშორისო მისია სასამართლო ექსპერტების და წამების ხრობთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭოს წარმომადგენლების, რომლებმაც უკანასკნელი დღეების განმავლობაში შეაფასეს ადამიანები, ვინც აწამა სისტემამ, დაადოკუმენტირეს მათი დაზიანებები, აიღეს მათი ისტორიები და უკვე იცით, აი ანალიზის პროცესში ვხედავთ, როგორი იდენტური სიტყვებით არის შერაცხყოფა მიყენებული, როგორც თქვათ, ბელორუსში ხდებოდა 2020-ში და აქ ხდება დაზიანებები, როგორ იდენტურად აქვს ყველას მიყენებული, ერთ და იგივე ადგილას, თქვათ და იქაც იგივე ხდებოდა. გაუპატიურებით დამუქრება, თქვათ. ეს ვიდეოების გადაღება ხარებას გაუმარჯოს ჩვენ შემთხვევაში, ხო? ჩაფურთხება, მსგავსება არის, გამაოგნებელი მსგავსება არის და შესაბამისად დარწმუნებული ვარ, წვრთნა აქვთ მათგან გავლენა. ეს ქართველი სპეცრაზმელები არიან. ეს კი რუსული ომანის წევრები. ეს ვიდეო რუსული ომანის მიერ აქციის მონაწილეების დევნის ოპერაციას ასახავს. მსგავსი კადრები ბოლო დღეებში ჩვენ თბილისშიც არაერთხელ ვნახეთ. ადამიანების წამების მეთოდები ივანიშვილის პირადმა მცველმა პუტინის კონტროლირებადი სპეცსამსახურებიდან პირდაპირ გადმოიტანა. которые в ночь с 13 на 14 августа ეს ვიდეო მასალა ბელორუსში არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ ქუჩაში გამოსული მომიტინგეების ციხეებიდან გათავისუფლებას ასახავს. ყველა ყვება რა სასტიკი მეთოდებით გაუსწორდნენ. кого-то из них сразу везли в больницу. პატიმრობიდან გათავისუფლებულები უმძიმეს დაზიანებებს ფოტოგრაფებს აჩვენებდნენ. ყველა დაკავების შემდეგ იყო ნაცემი. ზუსტად იგივე ხდება საქართველოში. შაბათის ეთერის მიერ მოპოვებული ინფორმაციით 2024 წლის ზაფხულში რუსული კანონის საწინააღმდეგო ხალხმრავალი აქციების შემდეგ თბილისში სპეცდანიშნულების რაზმების გასაწვრთნელად ოლიგარქის პირადმა მცველმა სწორედ ბელორუსული ომანის ინსტრუქტორები ჩამოიყვანა. ირკვევა, რომ გომელაურმა ლუკაშენკოს სპეცსამსახურებთან მჭიდრო კავშირი ჯერ კიდევ მაშინ დაამყარა, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი იყო. ეს ფოტომასალა გომელაურის მიერ ბელარუსის უსაფრთხოების კომიტეტთან შეთანხმების გაფორმებას ასახავს. სუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაშიც წერია, რომ საქართველოს ბელარუსის სპეცსამსახურები ბევრ სფეროში ითანამშრომლებენ, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ საკითხებშიც. ეს ქართულ-ბელორუსიული მეთოდებით ვინ გაგწვრთნათ, ვინ გამეცადინათ, რომ ასე უნდა მოიქცეთ როგორც ომონი. გცხვენიათ საკუთარი თავის, რატო გარბიხართ? გომელაურის ხელმოწერილ ხელშეკრულებაში, რომელიც საქართველოსა და ბელორუსის სპეცსამსახურების თანამშრომლობას ითვალისწინებს და 2021 წლის 13 აგვისტოდან ამოქმედდა, პირდაპირ წერია, რომ საქართველოს შეუძლია ბელორუსის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან დახმარება სასწავლო კურსის ორგანიზებისთვისაც მიიღოს და ამ მიზნით იქაური კადრები საქართველოში ჩამოიყვანოს.
ხალხის დარბევის წესების ასათვისებლად პირდაპირ რუსი ინსტრუქტორების ჩამოყვანას როგორც ჩანს რეჟიმი მაინც მოერიდა. ჰქონდათ შიში, რომ მომზადების დროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზიდან ვინმე ინფორმაციას გამოიტანდა. ამიტომ სკანდალის თავიდან არიდების მიზნით ბელორუსის უშიშროებასთან გაფორმებული შეთანხმება ამოქმედეს. თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ ქართველი სპეცრაზმელების გადასამზადებლად ჩამოყვანილი ბელორუსელი ინსტრუქტორები რეალურად რუსი ომონელები ყოფილიყვნენ, რადგან როგორც ცნობილია, ოფიციალურ მინსკში სპეცსამსახურები პირდაპირ კრემლიდან იმართება. ვინ იყო თქვენი მწვრთნელი და ინსტრუქტორი? ომონად ვინ გაქციათ, შეგიძლიათ მითხრათ? სპეცრაზმი, რომელიც მშვიდობიან მომიტინგეებს სისხლიანი ნოემბრისა და დეკემბრის დღეებში არაადამიანურად უსწორდებოდა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მასების მართვის დანაყოფს წარმოადგენს. სპეცმომზადებაც ბელორუსელ ინსტრუქტორებთან ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით სწორედ ამ დანაყოფის ხალხმა გაიარა. მათ აქციების დარბევის რუსულ-ბელორუსული მეთოდები შეასწავლეს, რაც ქართველი ხალხისთვის ივანიშვილის მიერ მოწყობილი სისხლიანი ნოემბრის დროს ჩვენი თვალით ვნახეთ. ამ ვიდეო მასალაში ცხადად ისმის, რომ პოლიციელები შეკრებილ მომიტინგეებს, ვინც ახალ არჩევნებს ითხოვს, დედას პირდაპირ აქციების დასაშლელად გამოყვანილი სპეცმანქანის ხმის გამაძლიერებლიდან აგინებენ. ესეც რუსულ-ბელორუსული მეთოდია. ამით ხალხს იწვევენ, რომ მათგან საპასუხო აგრესია მიიღონ, რასაც შემდეგ დარბევის საფუძვლად გამოიყენებენ. პოლიცია ხალხს ცემენ სახე გააძრეს, მოხუცებს. ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალი, ამაზე საუბარი ზედმეტია უკვე, რომ ანუ ეს ადამიანები რომ კანონს იცავენ, არა, დღეს კანონის დამცველები ვართ ჩვენ მოქალაქეები და ესენი არიან კრიმინალები. სპეცრაზმელების გადამზადებაზე პასუხისმგებელი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების განყოფილების უფროსი თემურ გრიგალაშვილია. მომზადებაც ხორციელდება როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფის. ის ხარებას ახლო გარემოცვის წევრია. ამიტომ ახლა მასთან ვრეკავთ იმის გასარკვევად, ვისი იდეა იყო მარტის აქციების შემდეგ ბელორუსელი ინსტრუქტორების საიდუმლო მისიით ჩამოყვანა. ალო. ბატონ თემურ, გამარჯობა. გამარჯობა. თუ დროს ხوار გირეკავთ 2 წუთს წაგართმევთ. ვის ვესაუბრები უკაცრავად? მე მაკავარ ჩიხლაძე TV1-დან ბატონო თემურ. უკაცრავად დაკავებული ვარ. ბოდიშ გიხდით, ერთი კითხვა მაქვს მხოლოდ. ხარებას დასაყრდენი როგორც მოსალოდნელი იყო, არც სატელეფონო ზარებზე გვპასუხობს და არც მოკლე ტექსტურ შეტყობინებებზე. მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევა და შემდეგ მათი წამება, რომ წინასწარ დაგეგმილი დანაშაული იყო, ეს რამდენიმე გარემოებით დასტურდება. სპეცრაზმელებს, ვინც ამ დანაშაულს ჩადიოდა, არ ჰქონდათ შიში, რომ ვინმე პასუხს მოსთხოვდა, რადგან მათ სპეცფორმებიდან წაუშალეს მაიდენტიფიცირებელი ნიშნები და ამით ყველაზე სასტიკი ძალადობისთვისაც კი მწვანე აუნთეს. არც ერთ მათგანს სანომრე ნიშანი, არც ქუდზე, არც ეგრეთ წოდებულ აი ამ რობოკოპზე არ აქვს. ასეთი ნომრები იმ შემთხვევისთვის არის საჭირო, როცა რობოკოპი უფლებამოსილებას გადაამეტებს და გამოძიებას მისი ვინაობის დადგენა დასჭირდება. ასეთი ნომრები სპეცრაზმელებს ყოველთვის ჰქონდათ, თუმცა ახლა ეს ნიშნები სრულად გამქრალია. როგორც ჩანს, რობოკოპებს სრული გარანტია მისცეს, რომ მათი ჩადენილი სისასტიკის გამომძიებელი არავინაა და შეუძლიათ მშვიდად იყონ. ასეც არის. დღემდე 300-ზე მეტი ადამიანია ნაცემი, თუმცა არც ერთი სპეცრაზმელი ფორმალურადაც კი არ დაუსჯიათ. რუსეთიდან copy-paste-ით გადმოაქვთ ყველაფერი, რაც ბელორუსიაში მოხდა დაახლოებით იგივე მეორდება აქაც. ოლიგარქის ომონის რუსული და ბელორუსული მეთოდებით მოქმედება ქვეყნის ევროპული მომავლის მცველებს არ ეჩვენებათ. აქციის მონაწილეების დაკავებას და მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენებას ლეგიტიმური მიზანი უნდა ჰქონდეს, თუმცა შაბათის ეთერის გუნდმა გადაიღო ათობით პირდაპირ მტკიცებულება, რომ სპეცრაზმელები სრულიად მშვიდობიან მომიტინგეებზე ნადირობენ და შემდეგ სხვების თანდასწრებით სამაგალითოდ სჯიან. მომიტინგეებს მისდევენ ეკლესიის ეზოებში და უვარდებიან აფთიაქებში, სადაც მოწამლული ხალხი შველას ითხოვს. თვითმმართველი ხელისუფლების მეთოდი გავს ზუსტად რუსულ მეთოდს, რადგან ამათი
იდეოლოგია არის და ქვეყნის მართვის სტილი არის ზუსტად რუსული, პუტინისეული და ასევე ბელარუსეული მეთოდი. არადა პოლიციის შესახებ კანონის თანახმად აქციაზე პროპორციულ ძალას სპეცრაზმი მაშინ იყენებს, როდესაც მასობრივი არეულობების შეტაკებების რისკი არსებობს. შვიდობიან აქციებზე ადამიანების ქუჩა-ქუჩადევნა კი არც ერთ ლეგიტიმურ მიზანს არ ემსახურება. ამიტომ ცხადია, რომ გომელაურის ომონი ახლა აქციების შინაარსზე ბრძვის. ზუსტად ისე, როგორც ბელორუსში ლუკაშენკო, რუსეთში კი პუტინი. ძმები არიან, დები არიან, საქართველოს მხარეს დადეგვით. რატომ მიექანებით რუსეთისკენ შვიდო თოდ? მოდით აზრზე ყველანი. ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მებრძოლები, რომლებიც გომელაურის ომონად ქცეული პოლიციელების პირისპირ აღმოჩნდნენ, გამოთქვამენ ეჭვს, რომ წინა ხაზზე გამოყვანილ ქართველ ფორმიანებს ზურგს რუსულად მოლაპარაკე ნიღბიანები უმაგრებენ. არსებობს ეჭვი, რომ სიკვდილის 6-კაციანი ბრიგადებიდან, ვინც უკვე დაკავებულებს წამების მანქანებში უსწორდებოდა და ხელკეტების კორიდორში ატარებდა, მინიმუმ 3 ქართველი არ იყო. მათ სისასტიკის გარდა დანარჩენებისგან ისიც გამოარჩევთ, რომ მომიტინგეების ნათქვამი არც ერთი სიტყვა არ ესმით. ნაცემი ადამიანების მონათხრობს რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოებაც ამყარებს. რატო ნერვიულობთ ასე ძამთ? შვიდად რომ ითხრათ, ხო შეგიძლიათ? გეუბნებით, რომ ვერ შეგიშვეთ. გასწიძმო კამერა. ერთი წამი დამშვიდით. ეს სოფელ კოდის წყაროს მისადგომებია. შაბათის ეთერის კონფიდენტის ცნობით, სწორედ ეს სოფელი გამოიარეს თეთრმა პიკაპებმა, რომლებმაც ოკუპირებული ორჭოსანიდან სისასტიკით გამორჩეული ჩრდილო კავკასიელები გადმოიყვანეს. გადაღებაზე მივდივარ, ჟურნალისტი ვარ. ვარ შევეშეკიშვ. რატომ? არა გაქვს უფლება შეგიშვ. რისი უფლება არა გაქვს? საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე რისი უფლება არა მაქვს? რომელ ჟურნალი რომელ ერთი წუთი მომიღებსა. TV პირველიდან ვარ, უკაცრავად. მომიღებ გასწინო. უკაცრავად. ბლოკპოსტზე, რომელმაც ოკუპირებული სოფლებისკენ მიმავალი და იქიდან მომავალი ავტომობილები უნდა აკონტროლოს, ფაქტობრივად გვიდასტურებენ, რომ მსგავს ფაქტს ადგილი ნამდვილად ჰქონდა და ეს უბრალოდ ჩვენი საქმე არ არის. აი ესე შეიარაღებული იმ პიკაპებს დაუდექით წინ და უთხარით, სად მიდიხართ? და რა გითხრეს იმ 3 თეთრი პიკაპის მგზავრებმა ვინ ვართო? თქვენი საქმეა? ანუ რუსები რომ შემოუშვით, ეს თქვენი საქმეა? ახლა კი ჩვენ არ გვაძლევენ იმ სოფლამდე მისვლის უფლებას, სადაც შესაძლოა ვიპოვოთ თვითმხილველები, რომლებიც იტყვიან, როგორ გადმოჰყავდათ პოლიციის პიკაპებით რუსი ჯალათები ხალხის საწამებლად. რამდენი პიკაპი გყავთ აი აქ ამ ზონაში? არ არის ეს თქვენთვის საინტერესო. ძალიან საინტერესოა, მაგისთვის ჩამოვედი. აქ შემოვლასვა წარმოვიდა და შესაძლებელია ჩვენი მანქანა დაინახეთ, რომელიც არა, 3 პიკაპი ერთდროულად. არა, თქვენ რაღაცა რომლებიც გადმოიყვანეს რუსები ორჭოსანიდან. ყველანი ქართველები ხართ? ამ ავტობუსში არის ვინმე ოკუპირებული ტერიტორიიდან რომ გადმოიყვანეს პიკაპებით თქვენთან ერთად. მათ ჩადენილ დანაშაულს თქვენ თავზე რატო იღებთ? თქვენს დანაყოფში არიან თუ არა არა ქართველები, ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანილები. არ გითხარი თუ არ შეხვიოთ ახლა. კარგად ინფორმირებული წყარო შაბათის ეთერს იმასაც უყვება, რომ ამ წიმე დღეებში საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ რუსულ სპეცსამსახურებთან საიდუმლო თანამშრომლობაში მხილებული ოთარ ფარცხალაძე რომანოვიც იმყოფებოდა. ის თბილისში საგანგებო მისიით 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ჩამოვიდა. არის კიდევ ერთი გარემოება, რომელიც სისხლიანი შემოდგომის დაწყებას საეჭვოდ დაემთხვა. ფოტო და ვიდეო მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ ოლიგარქის მიერ დატრიალებული სასტიკი ანგარიშწორებების დასაწყისშივე თბილისში UFC-ს რუსი ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვიჩი ჩამოვიდა. ფოტო, რომელსაც რესტორანი ციტრუსი აქვეყნებს 29 ნოემბერს დღის 3 საათზეა გადაღებული. რესტორანი, საიდანაც ნურმაგომედოვი პოზირებს, პარლამენტთან რამდენიმე მეტრშია და ქართული ხალხის მიმართ განხორციელებული სისხლიანი ანგარიშწორების ეპიცენტრში მდებარეობს. დაღესტნური წარმოშობის რუსი ნურმაგომედოვი გავრცელებული ინფორმაციით კადიროველია და ის არამხოლოდ ჩეჩნეთის პრეზიდენტის უახლოეს გარემოცვად ითვლება. UFC-ს ჩემპიონი და შერეული საბრძოლო ხელოვნების ვეტერანი ოლიგარქი ივანიშვილის გარემოცვასთანაც მჭიდრო კავშირშია. ეს არის შეხვედრა, რომელიც 1 ივლისს კიოლში ირაკლი კობახიძეს, კახა კალაძეს, ცოტნე ივანიშვილსა და ხაბიბ ნურმაგომედოვს შორის შედგა. მაშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოცნების ლიდერები კადიროველი სპორტსმენისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებას აპირებდნენ. ნურმაგომედოვთან გადაღებული ფოტო კახა კალაძემაც გამოაქვეყნა.
თბილისის მერის გარდა ხაბიბ ნურმაგომედოვთან ფოტოებს ვლადიმერ პუტინიც იღებს. ოცნების ელიტასთან დაახლოებული რუსი ჩემპიონი საქართველოში იმდენად კარგად გრძნობდა თავს, რომ აქვე შეიძინა ავტომობილი. ცვირად ღირებული შენაძენის შესახებ კი დაწერა ინსტაგრამზე და შესაბამისი ფოტოებიც გამოაქვეყნა. ჯერ აქ ეცხოვრა და თავისი ხალხი გაეცნო, როგორია. თავის ხალხი ანუ ჯერ მაგისი ხალხი არავინ არ არის რა. ეგ ჩვენიანი არ არის საერთოდ. ივანიშვილი არ არის ჩვენიანი, ანუ გვარია ქართული უბრალოდ. ეგ არის რუსი ყაიდის კაცი. ეგ არ არის ქართული. ვერ გაუგიათ ვისთან აქვს საქმე. დამარცხებული, შანსია.